ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ამ 2 დღის წინ ნაცმოძრაობის რაღაც მაღალ თანამდებობაზე აირჩიეს, ანუ ოფიციალური ნაცია, ღიად იწყებს ეკა კუპატაძის, გიგა ავალიანის დედის და თავად გიგა ავალიანის დისკრედიტაციის მცდელობას. ყოველ შემთხვევაში ეს მას შემდეგ დაიწყო, როცა მან ნია იმნაძის დაკავება გააპროტესტა ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომ არასაკმარისი სახილები არსებობს ამ გოგოს დასაკავებლადო და პოსტი გამოაქვეყნა იმ პოსტზე შევიდა ეკა კუპატაძე და მას დაუპირისპირდა, რომ აქ ცხენია ორებს ლაპარაკობ და რა ხდებაო საერთოდ. მოკლედ კომპლექტი მოუვიდათ ნანუკა ჟორჟოლიანს და ეკა კუპატაძეს მას შემდეგ, რაც ნანუკამ გააპროტესტა ნია იმნაძის დაკავება პროკურატურის მიერ. პროკურატურამ და ქოცბანდამ რატომ დააკავა ზუსტად იმ დღეს ეს გოგო, როცა ქვეყანაში ენერგოკატასტროფა მოხდა და როგორ გადაფარა ეს ამ ხმაურიანი დაკავებით, ეს სხვა საკითხი და ამაზე ვილაპარაკეთ ჩემს წინა ვიდეოებში, მაგრამ ახლა გიყვებით სულ სხვა რამეზე. ნანუკა ჟორჟოლიანი ახლა უკვე გამოდგა და განაცხადა, რომ ეკა კუპატაძე წლების წინ დაუკავშირდა მას პირველად და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად დაასახელაო. ანუ ეკა კუპატაძე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერიაო, ანუ ასე უკეთებს დისკრედიტაციას სააკაშვილით ეკა კუპატაძეს, ანუ გამოდისო ქოცი ყოფილ ეკა კუპატაძე, რახან ქოც პროკურატურასთან თანამშრომლობს და საკუთარი შვილის მკვლელებს დაძდებს, ასე, 1 წელია უკვე, ძალა-ძალათი აჭერინებს სიმართლის გამხელით. და კიდევ ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ თავად გიგა ავალიანი მან წაიყვანა სააკაშვილთან და დააკავშირა სააკაშვილთან კიევში, რადგან ისინი ძალიან ჭკვიანები და განათლებული ბიჭები იყვნენ, გიგა და მისი ძმა. აი ასე, ნანუკა ჟორჟოლიანი მოკლედ ეკა კუპატაძეს და გიგა ავალიანს დისკრედიტაციას უკეთებს მათი ნაცობით. ანუ წლების წინ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენო. აი ახლა თავად განსაჯეთ, ვისი ვიოლინო ვის როიალშია და რამდენად ზნეობრივი ეს ყველაფერი არის.